გამარჯობა მსმენელებო, მე ნიკა ვარ და დღეს ჩვენ განვიხილავთ სახსრების ტკივილი და ანთების შეჩერებას მედიკამენტების გარეშე. წარმოიდგინე, დილით საწოლიდანო მდგები და მუხლები ისე გაქვს დაჟანგული, თითქოს ღამით ვინმე სახსრებში ქვიშა ჩაგისხა. გაწყალული, ხისტი, მტკივნეული. ან ქილის თავსახური რომ უნდა გახსნა და ხელის თითებში ისეთი ტკივილი გრძნობ, ერთი წუთით ჩერდები და ფიქრობ, ეს ნორმალურია ჩემი ასაკისთვის. ხშირად არა და დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბროთ. რატომ ხდება ეს და რაც მთავარია, რისი გაკეთება შეგიძლიათ თავად მედიკამენტების გარეშე, სანამ საქმე შორს წავა. მაგრამ სანამ რჩევებზე გადავალთ, ერთი მნიშვნელოვანი რამის თქმა მინდა და ეს არის ალბათ ყველაზე ხშირად გამოტოვებული ინფორმაცია ამ თემაზე ინტერნეტში. სახსრების ტკივილი არ არის ერთი დაავადება. ეს არის სიმპტომი, რომელსაც შეიძლება სულ სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს და თითოეული მათგანი სხვანაირ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა გავარკვიოთ თქვენს შემთხვევაში საიდან მოდის ეს ტკივილი. ყველაზე გავრცელებული ტიპია ოსტეოართროზი. ეს არის მექანიკური გაცვეთა, როცა სახსრის ხრტილი, რომელიც ძვლების ბოლოებს ერთმანეთისგან იცავს და ხახუნს ამცირებს, დროთა განმავლობაში თხელდება. ეს ხშირად ასოცირდება ასაკთან, ჭარბწონასთან ან ძველ ტრავმებთან და ყველაზე ხშირად ხვდებით მუხლებში, ბარძაყის სახსარში, ხერხემალსა და თითების სახსრებში. მეორე კატეგორია სავსებით განსხვავებულია. ესაა ანთებითი აუტოიმუნური ართრიტი, როგორიცაა რეუმატოიდული ართრიტი ან ფსორიაზული ართრიტი. აქ პრობლემა არ არის მექანიკური გაცვეთა, არამედ ის, რომ იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ სახსრებს უდრს, თითქოს ეს უცხო სხეული იყოს. ეს ტიპი ხშირად სიმეტრიულია. ორივე ხელის ან ორივე მუხლის ერთდროულად აწუხებს. ხშირად თან ახლავს დილის ხანგრძლივი ხისტობა, 50 წუთიდან 1 საათამდე და მეტიც, და ეს განსხვავებაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე ტიპია გუტი, როცა შარდმჟავას კრისტალები გროვდება სახსარში, ყველაზე ხშირად ცერა თითის ძირში და უეცარ ძალიან ინტენსიურ, ხშირად ღამის შეტევებს იწვევს. და რატო არის ეს განსხვავება ესეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩემი დღევანდელი რჩევები საოცრად კარგად მუშაობს ოსტეოართროზისა და ზოგადი ასაკთან დაკავშირებული ანთების შესამცირებლად. მაგრამ თუ საქმე გაქვთ აუტოიმუნურ ართრიტთან, ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვანი დამატებაა, მაგრამ ის ვერასდროს ჩაანაცვლებს რევმატოლოგის მიერ დანიშნულ მკურნალობას, რადგან უმკურნალო აუტოიმუნურმა ანთებამ შეიძლება სახსარი შეუქცევა და დააზიანოს. ასე რომ, თუ თქვენი ტკივილი მოულოდნელად გაძლიერდა, თან ახლავს შეშუპება, სიწითლე, სითბო სახსარში, ან თანს დევს დღეების განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასასმელად. დღეს, რასაც გეტყვით, დამატებითი ინსტრუმენტია, არა ჩანაცვლება. კარგი, ეხლა მოდით პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ. პირველი და ალბათ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რაც არსებობს, სხეულის წონის მართვაა. ბიომექანიკური კვლევებით დადგენილია, რომ სიარულის დროს მუხლის სახსარზე ზეწოლა სხეულის წონას რამდენჯერმე აღემატება. ანუ თუ 1 კილოგრამს დაიკლებთ, თქვენს მუხლებზე დატვირთვა 1 კილოგრამზე გაცილებით მეტით მცირდება ყოველ ნაბიჯზე. ეს ნიშნავს, რომ ზომიერი წონის კლებაც კი, თქვათ 5% სხეულის წონისა, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ტკივილი და გააუმჯობესოს ფუნქცია მუხლის ოსტეოართროზის დროს. ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული. და აქ საქმე მხოლოდ მექანიკურ დატვირთვაში არ არის. ცხიმოვანი ქსოვილი, განსაკუთრებით მუცლის არეში, ცოცხალი, ჰორმონულად აქტიური ორგანოა, რომელიც გამოყოფს ანთებით ნივთიერებებს, ციტოკინებს, რომლებიც სისტემურ ანთებას ამძაფრებენ მთელ სხეულში, არა მხოლოდ სახსრებში. მეორე დიდი ბერკეტი კვებაა. აქ მთავარი პრინციპი მარტივია: ანთების გამომწვევი საკვების შემცირება და ანთების საწინააღმდეგო საკვების გაზრდა. გადამუშავებული ნახშირწყლები, დამატებული შაქარი, ტრანსცხიმები, ეს ის ჯგუფებია, რომლებიც კვლევებში ყველაზე მუდმივად უკავშირდება ანთებითი მარკერების მატებას სისხლში. ამის ნაცვლად ცხიმიანი თევზი, ორაგული, სკუმბრია, სარდინი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც ცნობილი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. კვლევებმა განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ომეგა-3-ის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს დილის ხისტობის ხანგრძლივობა და მტკივნეული სახსრების რაოდენობა. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო კურკუმას, უпростоრად მისი აქტიური ნაერთის, კურკუმინის. რამდენიმე კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინის დანამატებმა შეიძლება ტკივილის შემცირებაში შედეგი მოგცეს, რომელიც შედარებადია სტანდარტულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ კვლევების ხარისხი და მასშტაბი ხშირად შეზღუდულია, ასე რომ ეს არ არის აბსოლუტურად დამტკიცებული, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული მიმართულებაა. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ კურკუმინი ცუდად შეიწოვება საკუთარ თავად. ის ბევრად უკეთესად მუშაობს შავი პილპილის ექსტრაქტთან ერთად, რომელიც შეწოვას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. თუ კი გუტის რისკის ჯგუფში ხართ, კვების საკითხი კიდევ უფრო კონკრეტულია.
პურინებით მდიდარი საკვები, როგორიცაა წითელი ხორცი, სუბპროდუქტები, ზოგიერთი ზღვის პროდუქტი და განსაკუთრებით ალკოჰოლი და დამატკბობლებით მდიდარი სასმელები პირდაპირ ზრდის შარდმჟავას დონეს სისხლში და პროვოცირებს შეტევებს. საკმარისი ჰიდრატაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წყალი ხელს უწყობს შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნას. და თუ გინდათ პრაქტიკული მაგალითი როგორ გამოიყურება ეს 1 დღის განმავლობაში, საუზმეზე ავირჩიოთ შვრიის ფაფა კენკრონებით და ცოტა ნიგვზით, ნაცვლად ტკბილი ბურღულეულისა. ლანჩზე ბოსტნეულით მდიდარი სალათი ცხელ ორაგულთან ერთად ზეითუნის ზეთის დამატებით. ხოლო სამარცხვინოდ ხშირად უგულებელ ყოფილი წვრილმანი სუფრაზე 1 კოვზი დარიჩინი ან ჯანჯაფილი ჩაისავით, რომელთაც ასევე აღწერენ როგორც ანთების მსუბუქი მოდულატორები. თუმცა მათი ეფექტი გაცილებით მოგრძალებულია ვიდრე ომეგა-3-სა თუ კურკუმინის შემთხვევაში. მთავარი პრინციპი აქ არ არის სრულყოფილება, არამედ თანმიმდევრულობა. ერთი ცუდი კვირა არ გააუარესებს არაფერს, მაგრამ თანმიმდევრული თვეების განმავლობაში შენარჩუნებული არჩევანი რეალურად ცვლის ბიოქიმიურ სურათს. ეხლა კი ალბათ ყველაზე კონტრაინტუიციური რჩევა მოძრაობა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ სახსარი გტკივა, ის უნდა დაასვენო, არ დატვირთო. და ეს ნახევრად სიმართლეა. მწვავე ანთების დროს დასვენება საჭიროა, მაგრამ ქრონიკული ოსტეოართროზის შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში სრული უმოძრაობა სინამდვილეში აუარესებს მდგომარეობას. სახსრის გარშემო კუნთები არის ის ბუნებრივი კორსეტი, რომელიც სახსარზე დატვირთვის ნაწილს იღებს საკუთარ თავზე. მაგალითად, მუხლის ოსტეოართროზის შემთხვევაში ბარძაყის წინა ზედაპირის კუნთის, ანუ 4-თავა კუნთის გაძლიერება, კვლევებში მუდმივად უკავშირდება ტკივილის შემცირებას და ფუნქციის გაუმჯობესებას. ზოგჯერ იმდენად, რომ შედეგები შედარებადია მედიკამენტურ მკურნალობასთან. საუკეთესო არჩევანი დაბალი დარტყმის ვარჯიშებია. ცურვა, სავარჯიშო ველოსიპედი, სიარული და რაც მთავარია, წინააღმდეგობის, ანუ დატვირთვის ვარჯიშები, თუნდაც მსუბუქი წონებით ან საკუთარი სხეულის წონით. სისტემატურობა აქ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ინტენსივობა. კვირაში 3-4 მოკლე სესია გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე იშვიათი, მაგრამ ინტენსიური ვარჯიშები. პრაქტიკული სწრაფი ინსტრუმენტების შესახებაც ღირს ითქვას სითბოსა და სიცივის თერაპია. სიცივე ეხმარება მწვავე შეშუპებისა და ანთების შემცირებაში, სითბო კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხისტ ქრონიკულად მტკივნეულ სახსრებს ამშვიდებს. ორივეს აქვს თავისი ადგილი, დამოკიდებულია იმაზე, მწვავე ეპიზოდზეა საუბარი თუ ქრონიკულ დისკომფორტზე. ხშირად დავიწყებული, მაგრამ უზარმაზარი მნიშვნელობის ფაქტორია ძილი. ღრმა ძილის დროს ორგანიზმი აწარმოებს რეპარაციულ პროცესებს და არეგულირებს ანთებით ჰორმონებს. ქრონიკულად არასაკმარისმა ძილმა შეიძლება ანთებითი მარკერების დონე ამაღლოს სისხლში, დამოუკიდებლად სხვა ფაქტორებისგან. და ბუნებრივია სტრესი. ქრონიკულმა სტრესმა კორტიზოლის მუდმივად მომატებული დონის მეშვეობით პარადოქსულად შეიძლება ანთებაც კი გაამძაფროს გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში კორტიზოლს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ორგანიზმი უბრალოდ ქრონიკული სტრესის ქვეშ ამ ბალანსს კარგავს. აქვე მინდა შევეხო 2 დანამატს, რომლებზეც ყველაზე ხშირად მეკითხებიან პაციენტები. პირველი, გლუკოზამინი და ქონდროიტინი, ალბათ ყველაზე პოპულარული წყვილი, რასაც აფთიაქებში ნახავთ სახსრებისთვის წარწერით. აქ გულახდილად უნდა ითქვას, სამეცნიერო მტკიცებულება არაერთგვაროვანია. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა მსუბუქი დადებითი ეფექტი ტკივილსა და ფუნქციაზე, სხვებმა კი პლაცებოსგან რეალური განსხვავება ვერ დაადასტურეს. ეს ნიშნავს, რომ ესაა ის კატეგორია, სადაც შედეგი ინდივიდუალურია. ზოგისთვის მუშაობს, ზოგისთვის არა. და თუ სცადავთ, გონივრული იქნება 3 თვის ვადა დაუწესოთ საკუთარ თავს, შემდეგ კი პატიოსნად შეაფასოთ, არის თუ არა რეალური განსხვავება. მეორე, D ვიტამინი, რომელიც ხშირად მთლიანად უცნობი რჩება ამ საუბარში. D ვიტამინის დაბალი დონე კვლევებში მუდმივად ასოცირდება სახსრების ტკივილისა და კუნთოვანი სისუსტის მომატებულ რისკთან. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს ვიტამინი მონაწილეობს იმუნური სისტემის რეგულაციაშიც და ძვლის ჯანმრთელობაშიც. ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით მზისგან მოკლებულ რეგიონებში მცხოვრებთ, სინამდვილეში აქვს დეფიციტი, რომლის შესახებაც არც კი იცის. ამიტომ სისხლის მარტივი ანალიზი შეიძლება საკმაოდ ღირებული აღმოჩნდეს. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ხშირად გამორჩება ყურადღებას, საკმარისი წყლის მირება. სახსრის ხრტილი დიდწილად წყლისგან შედგება და საკმარისი ჰიდრატაცია ეხმარება მას შეინარჩუნოს ელასტიურობა და ამორტიზაციის უნარი. ასევე სინოვიალური სითხე, ის ბუნებრივი საფოხი მასალა, რომელიც სახსარშივია და ხახუნს ამცირებს, ასევე დამოკიდებულია ორგანიზმის საერთო ჰიდრატაციის დონეზე. ეს არ არის სასწაულებრივი გადაწყვეტა, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მარტივი ჩვევა, რომლის უგულებელყოფაც ნამდვილად არ ღირს. ბოლოს, სანამ მოწევასა და ალკოჰოლზე გადავალთ, ღირს ფიზიოთერაპიისა და მანუალური თერაპიის არნიშნვაც.
კვალიფიციური ფიზიოთერაპევტი კონკრეტული სახსრი და კუნთოვანი დისბალანსის შეფასების საფუძველზე შეგიძლიათ დაგინიშნოთ ინდივიდუალური ვარჯიშების პროგრამა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ზოგადი ინტერნეტში ნანახი ვარჯიშების კრება. განსაკუთრებით ხერხემლის და ბარძაყის სახსრის პრობლემების დროს პროფესიონალის მიერ შერჩეული მიდგომა მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის შედეგში. და ბოლოს, ერთი ფაქტორი, რომელსაც ხშირად ავიწყდებათ, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუტოიმუნური ართრიტის მქონე ადამიანებისთვის – მოწევა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ სახსრების ტკივილი და ანთება გაწუხებთ, პირველი ნაბიჯი ზუსტი მიზეზის გარკვევაა, არა თვითდიაგნოსტიკა. თუ საქმე ოსტეოართროსთან ან ზოგად ასაკთან დაკავშირებულ ანთებასთან გაქვთ, მაშინ წონის მართვა, ანთების საწინააღმდეგო კვება, ომეგა-3, კურკუმინი, ნაკლები გადამუშავებული ნახშირწყალი და შაქარი, სახსრის გარშემო კუნთების გაძლიერების ვარჯიშები, საკმარისი ძილი და სტრესის მართვა, ეს ყველაფერი ერთად შეიძლება მართლაც მნიშვნელოვნად შეამციროს ტკივილი და შეანელოს პროცესები, ხშირად მედიკამენტების გარეშეც კი. მაგრამ თუ ნიშნები აუტოიმუნურ პროცესზე მიუთითებს, სიმეტრიული, ხანგრძლივი დილის ხისტობით მიმდინარე ტკივილი, მაშინ თუნდაც ეს ყველა რჩევა კვლავაც ღირებულია, აუცილებლად ეწვიეთ რეუმატოლოგს, რადგან დროულმა მკურნალობამ შეიძლება საბოლოო ჯამში სახსრების შეუქცევადი დაზიანება თავიდან აგაცილოთ. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი, რაც ამ ვიდეოდან უნდა წაიღოთ, სახსრების ჯანმრთელობა არ არის ერთი მაგიური ტაბლეტის ან ერთი დანამატის საკითხი. ეს ყოველდღიური არჩევანების ჯამია, რომელიც თვეების და წლების განმავლობაში აგროვებს ეფექტს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით. და კარგი ამბავი ისაა, რომ ეს არჩევანი თქვენს ხელშია. თუ ეს ვიდეო სასარგებლო აღმოჩნდა, გაუზიარეთ ვისმეც, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და თუ გნებავთ, კიდევ ღრმად ჩაუღრმავდეთ ცალკეულ თემებს. მაგალითად, კონკრეტულად რომელი ვარჯიშები არის საუკეთესო მუხლის ან ხერხემლის ოსტეოართროზისთვის, ან როგორ შევადგინოთ ანთების საწინააღმდეგო კვების გეგმა კვირაზე. მომწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოში ამაზეც გესაუბრებით. ასევე ძალიან დიდი თხოვნაა დამიწეროთ როგორ მოგწონთ ჩემი ახსნა, საუბრის ტემპი და რაც არ მოგწონთ, მე მას აუცილებლად გამოვასწორებ, რომ უფრო კომფორტულად უყუროთ ვიდეოებს.